გამომშვიდობისა პირდაპირ ეთერშია მედია კავშირი ობიექტივი. მე ვარ ჟურნალისტი ნინო რატიშვილი და თქვენ უსმენთ და უყურებთ გადაცემას ღამის სტუდია. დღეს ჩვენ ყულევის სპორტზე საუბრით დავიწყებთ გადაცემას და ჩაგვერთვება ბატონი დავით გალეგაშვილი. მოგესალმებით ბატონო დავით. გამარჯობა ხალბატონო ნინო. მადლობთ რომ ჩაგვერთვეთ. რა ხდება ყულევის სპორტთან დაკავშირებით? ეს ქარხანა არ არის როგორც ეს არის პორტი, ტერმინალი ასე ვთქვათ, ხო? კი ბატონო. და აი ბატონო ბრძანეთ და იცით რა არის მე ამ ხელისუფლებას ძალიან კრიტიკულად ვუყურებ და შეიძლება ითქვას რომ მე ვარ ოპოზიციონერი ამ ხელისუფლების მაგრამ როდესაც საქართველოს ინტერესს ეხება რაღაცა ეს პირადი ალბათ უნდა გადავდოთ მე მაინტერესებს აი ეს ბრუსელიდან ეს ახალი ამბავი ყულევის ტერმინალთან დაკავშირებით ეს ჩვენ სამშობლოს საქართველოს ქვეყანას ავნებს თუ არა ეს რიტორიკული კითხვაა რა თქმა უნდა ზიანის მომტანია ეს გადაწყვეტილება ეს პირველი შემთხვევა არ არის რომ თავის დროზე პარტნიორად და სტრატეგიულ მეგობრებად გამოცხადებული დასავლეთის ქვეყნები ჩვენ მე რამდენი წელია ბევრ არაკეთილ მოსურნე ღონისძიებებს მიმართავენ ჩვენს მიმართ მათ შორის ერთ-ერთი არის ყულევის ამ ტერმინალის დასანქცირებაც მიუხედავად იმისა რომ ეს ორგანიზაცია ეკუთვნის აზერბაიჯანის სახელმწიფოს, მას მართავს სოკარი და ის სახელმწიფო კომპანია ბლექსი ტერმინალი ქვია ამას და ის ემსახურება ათეულობით ტონა აზერბაიჯანული ნავთობპროდუქტების და ნახშირწყალბადების მიღებას და შემდეგ გემებზე გადატვირთვას, რკინიგზით შემოდის, იქ გადაიტვირთება, შემდეგ ხდება შენახვაც, ტევადობა აქვს მას 10 მილიონი ტონა თვითონ ამ ყულევის ტერმინალს და შემდეგ ის უკვე ექსპორტზე გადის შავი ზღვის საშუალებით ევროპაში და სხვა ქვეყნებში. ანუ აზერბაიჯანიც სარალდება ამითი არა? პირდაპირ ზიანია. აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანიას ადგება, რა თქმა უნდა და აზერბაიჯანის სახელმწიფოს, მაგრამ ჩვენც არანაკლები. ჩვენ აქედან შემოსავლები გაგვაჩნია, ბიუჯეტში შემოდის 100 ადამიანია დასაქმებული ჩვენი 100 მხოლოდ 100? 100 ადამიანი როგორც მე ვიცი დასაქმებული იქ, რა თქმა უნდა ქართველები უმრავლესობა არიან და ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მაცოცხლებელი გეოსტრატეგიული მნიშვნელობა რომელიც არის ეს სატრანზიტო დერეფნად ყოფნა ერთ-ერთი მაგალითი სწორედ და ერთ-ერთი შემდგენელი ამისი სწორედ რომ ყულევის ტერმინალია და მისი გაჩერება გამოიწვევს ჩვენი ქვეყნის და ზოგადად სამხრეთ კავკასიის საქართველოს აზერბაიჯანის ნამდვილად მეგობრული და სტრატეგიული ურთიერთობების დაზიანებასაც და საერთაშორისო ეკონომიკურ საზოგადოებაში პატარა ბზარის გაჩენასაც კი რამდენად საიმედო არის ეს გზა ნავთობპროდუქტების გადასაზიდად ასე რომ ჩვენ ზიანს ვიღებთ და ჩვენ არ უნდა ვიყოთ კმაყოფილები კი არა ჩვენ უნდა გამოვხატოთ ჩვენი სახელმწიფოს გადაწყვეტილების მიმართ თუმცა მათ ახლა ჩვენ მაინც დაგვიტოვეს 6 თვე ჯერ ეს არ ამოქმედება 6 თვის შემდეგ ამოქმედება და პირობაა ჩადებული რომ ამ ყულევის ტერმინალში არ უნდა შემოვიდეს რუსული წარმოშობის ნავთობი, რა საქამდე ხდებოდა. ესე იგი, რუსული ნავთობი შედიოდა აზერბაიჯანში, გადმოიტვირთებოდა შემდეგ რკინიგზით საქართველოში და ყულევში, შემდეგ ხდებოდა მისი გადატვირთვა გემებზე და წაღება უცხოეთში. აზერბაიჯანმა მათ პირობა მისცა ორიოდე თვის უკან, რომ ამას მხოლოდ შუა აზიის ქვეყნების ნავთობპროდუქტებით ჩაანაცვლებდა და ამ პირობის გამო სხვათა შორის მე-20 სანქციების პაკეტი რომ მზადდებოდა, მაშინ თავი შეიკავეს და ეხლა მაინც შეიტანეს, თუმცა 6 თვე ჩვენ და აზერბაიჯანსაც გვაქვს იმისთვის, რომ მაინც სანქციები არ ამოქმედდეს. ეს გამოცხადება სანქციებისა და არ ამოქმედება. ჯერჯერობით ამ ეტაპზეა მისული ეს გადაწყვეტილება. ანუ ამას ხელს უწყობს რუსული ნავთობპროდუქტები, ხო? აი სწორედ ამისთვის შეეხოს რუსულ ნავთობპროდუქტებს. ახლა ბუნებრივიც არის ადამიანმა რო თქვას, ახლა ჩვენ კი ვართ ემოციური ხალხი, მაგრამ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ უმძიმესი ომი მიმდინარეობს დასავლეთ ევროპის, ზოგადად ევროპის და რუსეთს შორის. რა თქმა უნდა ამაში ამერიკელები ახლა განზე არიან გამდგარი, მაგრამ მაინც უქს უკან მათი გამკოუწება. ანუ გამოდის რომ ნახევარი მსოფლიო ებრძვის რუსეთს ბოლო უკრაინელამდე? აი ესეთი ნამდვილად მას ეხება ებრძვიან რუსეთს, რუსეთი ებრძვის კიდევ უკრაინას და კიდევ ებრძვის იქით იმ ნახევარ მსოფლიოსაც. ეს ძალიან სერიოზული ბრძოლები მიმდინარეობს. ეს კიდევ არ გაჩერდება რამოდენიმე წელიწადი და აქ ახლა იმათი გადაწყვეტილებას მეტნაკლებად გასაგებია ისინი ყველა ხერხით ცდილობენ რომ რუსეთს
შეუზღუდონ შემოსავლები, მათ შორის ნავთო პროდუქტებიდან და თუმცა თვითონ ხმარობენ რა რუსულ ასე ვთქვათ რესურსებს. რაც იმათ აწყობთ, ისინი ამას გამოიყენებენ, იმიტომ რომ რახან ებრძვიან რუსებს, რუსული, აი გერმანელებმა რომ ეხლა ხანს ორი დღის უკან რომ გამოაცხადეს ატომური თანამშრომლობა რუსეთთან, ეხლა ხანს მოხდა მერცი შეხვდა რუსეთის წარმომადგენლებს და გადაწყვეტილება მიიღეს, რომ ატომურ ენერგეტიკაში უნდა მოხდეს ახალი თანამშრომლობა. ესე იგი, გერმანელები და ევროპელები იყენებენ რუსების ძალას და ენერგიას იმისთვის, რომ ებრძოლონ რუსეთს. აი ესეთი ჩაკეტილი წრე მუშაობს დღევანდელ ევრაზიის კონტინენტზე. არა, ეს არანორმალური თვითონ გაძლიერდებიან და რუსეთი აქედან შემოსავალს მიიღებს, ეს მათ შეიძლება აწყობდეს და ამას არ გააჩერებენ, მაგრამ თუ ევროპა და დასავლეთი ზოგადად არ გამდიდრდება და არ გაძლიერდება და ამით მხოლოდ რუსეთი ისარგებლებს, ამას ყველანაირად შეესწებია რომ ხელი შეუშალოს. მე რჩება შტაბ-შტილება რომ ამ გადაწყვეტილების უკან დაუშვა დგას ის რომ რამენაირად მოხდეს კონფლიქტი კავკასიასა და რუსეთს შორის. ეს ერთ-ერთი მთავარი მიზანია, იმიტომ რომ 4 წელს უკან რომ როცა იყო ეს 2022 წელს ასეთი შემოტევები და 23-შიც და შიდა არეულობის მხარდაჭერა რომ ჩვენ ზუსტად სამხრეთ კავკასიაში უნდა გამختارიყავით იგივე ფუნქციის მატარებელი როგორც გახდა უკრაინა და სამხრეთ კავკასიის აფეთქება და აქ ლაპარაკი იმაზე არა რომ საქართველოს ჯარები იომებდნენ, აქ ლაპარაკია რომ ეს ზღვა ახსოვთ თქვენ არაბეთში რა ხდებოდა, სირიაში რა ხდებოდა, ეს ზღვა ამ ჯარისკაცებისა მოგროვებული ბევრი ქვეყნიდან ხომ სამხრეთი ქვეყნებიდან, აზიიდან, აფრიკიდან და ყველა მხრიდან საქართველოს და ამიერკავკასიის გავლით უკვე შეჭრილი იყვნენ რუსულ ტერიტორიაზე და უკვე ჩრდილოეთ კავკასია აფეთქებინათ. ეს უსერიოზულესი გადაწყვეტილება იყო მათი და ჩვენმა სახელმწიფომ ამას გაუძლო. რაც არ უნდა უკმაყოფილო ვიყოთ ჩვენი ხელისუფლების გადაწყვეტილებებით, განათლების მიმართულებით, სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის, მიწების გაყიდვის, ადამიანის უფლებათა შელახვის და ასე შემდეგ. ხო, ადამიანის უფლებების დარღვევის და ადამიანების უპატივცემულობის ამ ყველაფრის ახლა ჩვენ ამას არავის არ ვაპატიებთ არ ჩვენ ხელისუფლებას, მაგრამ არც ის არ უნდა დაუკარგოთ რომ მათ გაუძლეს და ამ ვაკხანა. მაგრამ ეხლა მთავარია, ეხლა რანაბიჯები გადაიდგმება, იმიტომ რომ მე რატომღაც დარწმუნებული ვარ დასავლეთს მაინც უნდა ძალიან უნდა რომ კავკასია ჩაერთოს აი ძალიან უნდა ფიზიკურ დაპირისპირებაში იქნება რუსეთისთვის ვიდრე უკრაინა რომ წარმოიდგინოთ უმძიმესი დარტყმა იქნება კი რა თქმა უნდა აფეთქება კავკასია იმას რუსები ვეღარ გააჩერებენ და ფედერაცია შეექმნა თუმცა მე რაღაც არ მჯერა იმიტომ რომ ანდრია პირველწოდებულის უფრო მჯერა რომ მომაც თქვა რომ აქ იქნება დიდი მართლმადიდებლური სახელმწიფო ჩვენ რომ ცოცხლები რო ვარ ზოგადად ქართველები 8000 წელიწადია და ყველა დანარჩენი რომ ნელა-ნელა გამოიცლება ხოლმე იმპერიები ისტორიის ასპარეზს და ჩვენ რომ შევიდოვჩებით ამას ღმერთი თუ გვიშველი ჩვენ თორე აბა ღმერთი ჩვენ ხართ მომწრე საქართველოს დამოუკიდებლობის დაბადებისა და იმის მერე რაუბედურება დავაყრიეთ რუსებს არ მოუყენებია ჩვენთვის იმდენი რამდენი ჩვენ თვითონ პრობლემა მივაყენეთ საქართველოს. კი ბატონო. ერთი კითხვა მაქვს კიდე, დიდი მადლობა ბატონო დავით პროფესიონალური ახსნისთვის, იმიტომ რომ ძალიან ძნელია დღეს გამოიტანო დასკვნა ყველას რაც უნდა, როგორც უნდა და როგორც აწყობს ისეთ იმას აკეთებს, რა ქვია, ახსნა განმარტებას. ბატონო დავით, გუშინ მთელ საქართველოში თითქმის. მე მეგონა რომ მხოლოდ საბურთალოზე გაითიშა შუქი. მაგრამ გამოვიდა რომ იმდენი უკმაყოფილო იყო და სხვა რეგიონებიდან ეს რა არის როგორ შეიძლება აი ესეთი მასობრივი ასეთი ძლიერი გათიშვა ელექტროენერგიის ეხა ამას ვერც ავტომატი გამორთავდა რა იყო ეს დივერსია იყო თუ რა არის მართლა ისა არ მინდა ეხა ცოტა ისე გამოვიდე მაგრამ როცა მასობრივად ესეთი რაღაცა ხდება ამ დივერსიის მეშინია ან და ვფიქრობ რომ ეს კრიპტოვალუტა რაღაცა ხო არ ხდება ამის ხარჯზე თქვენ როგორ ახსნით ქალბატონო ნინო მოხდა მოულოდნელი რა მთელი საქართველო გაითიშა ხო და ეს როგორ შეიძლება და ეს ხომ ერთი უბედურებაა მაგრამ ამაზე კიდე უფრო მეორე და მძიმე დანაშაულია რომ დღემდე ხელისუფლება არ აცხადებს რა მოხდა ზუსტად რატო უნდა ვიმორჩილოთ მე და თქვენ ახლა რა იყო ამის მიზეზი როგორ შეიძლება ასეთი უპატიოსმულობა ქართველების მიმართ არ აცხადებენ რა მოხდა რას მალავე
რა ხო ეს არის საერთო როგორ შეიძლება მთელი საქართველო თითქმის როგორ გაითიშოს შეიძლება? და თუ ეს ჭორია მაშინ ახსნა განმარტება გააკეთო რომ მთელი საქართველო არ გათიშულა მაგალითად გაითიშა არც მთელი თბილისი გაითიშა მხოლოდ საბურთალო მაგრამ როგორც გადავავლეთ ახლა სოციალურ ქსელში ყველა უბნის და თითქმის ყველა ქალაქის მაცხოვრებელი ჩივის რომ შუქი გაითიშა გუშინ ესე იგი მთელი საქართველო გაითიშა პრაქტიკულად მიზეზები ჩვენ არ ვიცით ზუსტად რაღაცას ახლა ამზადებენ ვერსიას რომ ჩვენ შემოგთავაზონ რაღაც იმალება არა გამორიცხული რომ იყოს კრიპტოვალუტის შედეგიც რაღაცა გადატვირთვა შეიძლება მომხდარიყო სადმე და ეს გამოყენება კრიპტოვალუტისთვის მე ცოტა ნაკლებად ვერ შეიძლება ეგეშიც იყოს იმიტომ რომ იმდენად დიდ ენერგიას მოითხოვს კრიპტოვალუტა და იმდენი გაუკონტროლებელი რამ ხდება ეს სვანეთშიც მაგალითად მიადგენენ რამოდენიმე თვის უკან ადამიანებს ეს გაუთიშეს კიდევ რა ხდება ჩვენ არ ვიცით და იმდენად დიდი რაოდენობის ელექტროენერგია მოიხმარება საქართველოში რომელიც არ უნდა მოიხმარებოდეს და ჩვენ ვართ სიბნელეში შეიძლება ითქვას არა მარტო პირადადაც გუშინ ღამე მოხდა არამედ ინფორმაციულ სიბნელეში ვართ თითქმის არაფერს არ გვეუბნებიან და ჩვენ ადამიანებმა უნდა ვიმარჩიელოთ რატომ მოხდა ისე რა ეშველება ვინ მართავს ვინ არ მართავს ამ დღეშია საქართველო ხო და ესეც საქართველოს ხელისუფლების ძალიან დიდი მინუსია და ისეა მოწადინებული რომ დააგროვოს ეს მინუსები მე ვეღარ გადააბრალებს ვერც ევროკავშირს და ვერაფერს თვითონ თავისი პასუხისგებლობა ბოლომდე უნდა თუ მეთანხმებით წარმოიდგინეთ რა აი წარმოიდგინეთ მაგალითად დაუშვათ რომ ჩვენ ყავს ყველაზე კარგი პრემიერ-მინისტრი მსოფლიოში დაუშვათ თეორიაზე ვლაპარაკობ მე და ყველაზე კარგი უფალისუდი ბიძინა ივანიშვილი ხამას თავი დავანებოთ ის ადამიანი არ არის ოფიციალური ხელისუფალი საქართველოს ჩვენ ვლაპარაკობთ ხო და ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა რომ ის არ არის ოფიციალური მაგრამ ჯობია რომ ის იყოს რა თქმა უნდა იმიტომ რომ ყველაფერი მისით ხდება დიახ ეხლა წარმოიდგინეთ ნახევარი წლის წინ პრემიერ-მინისტრმა მიიღო რამოდენიმე გადაწყვეტილება განათლების კუთხით, ეკონომიკის კუთხით, აი პლასმასის ბოთლები აუგზავნოთ, შუშის ბოთლებზე გადავიდეთო, რამოდენიმე თვე იყო ამის PR კომპანია აღმოჩნდა რომ შესულელია და გადაეტანეს 31 წელიწადისკენ ვითომ ეს ცვლილება. განათლების რეფორმა გამოაცხადეს კინაღამ დაანგრიეს ტექნიკური უნივერსიტეტი და ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი და კიდევ რასაკეთებენ კაცმა არის ის მარტო ყდაზე დააქვთ რაღაც სურათები ეს რეფორმა ამით შემოიფარგლა. არა იცით რა განათლების სისტემა არ არის შენობა, არ არის რემონტი, განათლების სისტემა რას და როგორ ასწავლე, დაწყებული საბავშვო ბაღიდან, დამთავრებული უმაღლესი სასწავლებელი. სიტყვის მარაგი არა აქვს ხო სამ კიდევ ჩადეს რომ ფასების აპერისტობა ჩაფლავდა ეს ყველაფერი. ისი თქმა მინდა ნახეთ ხელისუფლებას უკვე ეშინია რაღაცა რომ გითხრას. პრაქტიკულად აი ეს სამინისტროები ვერცად მიმართულებას ვეღარ მართავენ და ამ პრემიერ-მინისტრს ბოლო აი რაც მე სამი შემთხვევა ჩამოვთვალე ხო ბოთლები განათლება და აი ეს ფასების შემცირება ისეთ მდგომარეობაში ჩააყენეს რომ ის ადამიანი შეშინებულია გამოაცხადოს თუ არ გამოაცხადოს რა გამოაცხადოს რა უნდა გააკეთოს ენერგეტიკაში ეს არ არის მოსახლეობის ჩვენი გადასახადი შეშინებული არის თუ არა ირაკლი კობახიძე ხელისუფლება უნდა იფიქროს ხო დიახ საქართველოში ხელისუფლების გუნდი არ არსებობს და ვინც არსებობენ წარმოადგენენ არაფერზე არ გააჩნიათ კაცო ჩვენ ამაზე გვილაპარაკია ეკონომიკის სამინისტრო კატასტროფაა განათლების სამინისტრო კატასტროფა და ეს ხდება მიუხედავად ამდენი მინისტრის ცვლილების შემდეგაც კი რა საინტერესოა გუშინდელი ესეთი მასობრივი გათიშვის შემდეგ კიდე დაიწყებენ კეთილდღეობაზე საუბარს და აბსოლუტურად არ შერცხვებათ ამით უფრო აღიზიანებენ მოსახლეობას მოეწონათ სუქირო ჩაუк რა ჩამოვლენ ეს ტურისტები კიდე აქ საქართველოში ტურიზმზე რო აგებული მთელი ამათი ეკონომიკა ტურისტი რო ხარ შენ და შუქირო დაგახრება თავზე იქ მეორე ჩახვა დიდი მადლობა ბატონო დავით და იმედი მაქვს სტუდიაში გვესტუმრებით და უფრო დეტალურად ვისაუბრებთ მიმდინარე ის თქვენი სპეციფიკიდან გამომდინარე მიმდინარე მოვლენებზე დიდი მადლობა კარგად გზარდება და ჩვენთან სტუმრად არის ბატონი ლაშა გოლუბიანი გულბათ რცხილაძის ადვოკატი მოგესალმებით გამარჯობათ კალოდონინო მოგესალმებით დიახ ну ჩვენ ისეთ თემებზე ვისაუბრეთ რაც ძალიან მართლაც აქტუალური იყო გუშინდელი სინათლის გამოდიშვა და დღეს ეს ყურლების ინფორმაცია მაგრამ მე აღნიშნე დათოსთან საუბარშიც რომ ილახება ადამიანის უფლებები ილახება დღესაც და ძალიან სამწუხაროა თუნდაც გულბაათის პატიმრობა არის ამისი მაგალითი ხო გულბაათის გიორგი უძილაურის ირაკლი ჩიქოვანის და კიდევ აიცით რა არის
შეიძლება დასაჯო, მიუსაჯო, მაგრამ არ შეიძლება ესე მაქსიმალური ისინი რა ქვია, სასჯელები, როცა კანონმდებლობა გაძლევს იმის უფლებას, რომ მაქსიმალური არ მიუსაჯო. ხო, აი, მზეა ამაღლობელი მაგალითად 2 წელი სირცხვილია სილის მოთათუნებაზე, ქალს 2 წელი მიუსაჯეს, მიუხედავად იმისა, რომ აი არანაირი სიმპათია ამ ქალისადმი არ გამაჩნია, მაგრამ ეს არ შეიძლება. მაგრამ უფრო მსუბუქი სასჯელი თავისუფლად შეეფარდებინა. რამდენი ხანია ზის, ხო? 80 წლის ადამიანს რომ დაიჭერდა, 5 წელს მიუსჯი. ხო, ესე იგი რაღა სასიკვდილო განაჩენია. ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს. მაგრამ აი იცით რა არის? აი ესეთი რაღაცეები და ეხლა ნუ გულბაათის დაპატიმრება ხო საერთოდ ეს მე არ ვიცი ეს რას ნიშნავს და ვიცი რომ დღეს ნახეთ გულბაათი როგორ არის კარგად რა არის საქმეში ახალი როგორ მიდის გულბაათი კარგად არის მხნედარი ყოველთვის აღნიშნავდა კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ რაც არის იბრძოლოს სიმართლისთვის და ჩვენ აუცილებლად დავდებთ იმ შედეგს რომ გულბაათის მიმართ დადგება გამართლებელი განაჩენი და ყველას დაუმტკიცებთ რომ ჯაშუში არ არის ეს პიროვნება ერთი ადამიანიც კი არ მინახავს მე მთელი ამ დროის განმავლობაში 30 მაისს მოხდა დაკავება ვისაც დაეჯერებინა ხელისუფლების ვერსია ხო სახელმწიფო უშუალოების სამსახურის და პროკურატურის რომ თურმე გულბაათი არის ჯაშუში ვერავინ ვერ დაარწმუნებს ვერავინ ვერ დააჯერებს ერთადერთი კითხვა იცით რას კითხულობენ აი რაღა მაინც და მაინც გულბაათი აი ამაზე რა სიტყვით უყურეთ რაღაც ჯაშუშომანი ტალღა ააგორეს ქვეყანაში რა რო აი ჯაშუშებს ავლენენ და აკავებენ და ნუ ამ ტალღაში მოაყოლეს იმიტომ რომ ერთ-ერთი მკვეთრად გამოხატული ფიგურა იყო რომელიც გარკვეულ ნაბიჯებს გავდა ქართულ-რუსულ ურთიერთობებში და დადებითი წვლილი აქვს შეტანილი ამ ყველაფრის ფონზე კიდევ ერთხელ აღნიშნავ წინა ეთერში თქვი ერთ-ერთი გულბაათის დაკავების მიზეზი იყო ის რომ გულბაათი რომ დააკავეთ მეორე დღით ამერიკის დელეგაცია იყო ჩამოსული საქართველოში და მათ დაანახეს რომ აი ჩვენ რუსეთუმე პიროვნება და მკვეთრად გამოხატული პიროვნება დავაკავეთ და თქვენთან გვინდა რომ გადავტვირთოთ. მათი გაღებიანება გამოიწვია თუნდაც იმა რომ ახ თქვენ ტელევიზიაში მუშაობდა გულბაათი და საკუთარი გადაწყვეტა მიყავდა, საკუთარი სარედაქციო პოლიტიკა ჰქონდა და ამ ურთიერთობებზე ლაპარაკობდა. ხშირად იყო ჩემთან და არ მალავდათ ამის დამოკიდებულებას. კი, თქვენთანაც ხშირად იყო. მადლობა თქვენ. გულბაათის სახელით და ჩემი სახელით რომ ამ თემის მივიწყების საშუალებას არ აძლევთ საზოგადოებას და მუდმივად ხარდაჭერას ღიად აფიქსირებთ განსხვავებით ბევრისგან უფრო მეტ ადამიანს შეეძლო გამოიხატა მაგრამ ის პროტესტი რაც დაფიქსირდა თუნდაც საჯარო სივრცეში სოციალურ ქსელში და ასე შემდეგ საკმარისია საერთო აზრით ჩამოსაყალიბებლად რომ გულბაათის ჩაშუშობის არავის არ ჯერა და თვითონაც მოწოდებულია რომ ეს იმართლე გაიტანოს და დაამტკიცოს. და ყველაზე ცუდი აქ არის ის რომ ადამიანს აბრალებენ ყველაზე ძიმე ბრალდებას რაც შეიძლება პატრიოტი ადამიანისთვის და ქართველისთვის იყოს. რომ უყურე შესაძლოა ნებისმიერი დანაშაულზე ისე ემოციურად არ აღიქვა ადამიანმა და ისე სულიერად არ გაანადგურო, როდესაც შენ ეგეთ ადამიანს, ანუ სამშობლოზე თავდადებულ ადამიანს ანუ ყველა მისი ნაბიჯები ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარეობდა. და ეგეთ ადამიანს შენ უაბრალებ რომ ქვეყნის მოღალატეა და ჯაშუშია, ეს არის სულიერად განადგურება და მორალურად განადგურება ადამიანის და არ გამოუვათ პირდებით და ამ ადამიანის არც სულიერად და არც მორალურად გულბაათი. არა, რა თქმა უნდა. ამ ადამიანის სრული რეაბილიტაცია მოხდება, ამის პირობას გასძლევთ და პიარულად ძალიან წუდ შედეგებს მოიმკის ეს ხელისუფლება თუ კონსარ მოვიდა და გულბაათის ღილაზის საქმეს არ გადახედა. მათ დააზიანეს პირველ რიგში და უკვე დააზიანა პიარულად ეს ხელისუფლება და მორალურადაც და დანარჩენი ვნახოთ რაც შეეხება უყურეთ რა არის აქ ალბათონო ნინო ერთგვარი ფსიქოლოგიური ზეწოლა მიმდინარეობს გულბაათზე და რატომ გეტყვით თუნდაც მამის გასვენებაში არ გადმოიყვანეს, ხო? გარკვეული წინაპირობები იყო, რომ დიდი ალბათობით მოხდებოდა გადაყვანა. ელოდებოდა თვითონაც, იმიტომ რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან ჩვენ თანხმობა ჰქონდა, პროკურატურისგან თანხმობა ჰქონდა, ყველა საჭირო დოკუმენტები შეტანილი ჰქონდა და თვითონ გასვენების დღე ციხეში რომ მოიკითხა გულბაათმა გადაგყავართ თუ არაო, აი საბადრავო მანქანას ველოდებით და გადაგიყვანთო. ანუ უყურე თავიდანვე რომ უარი ყოფილიყო, არა არ გადაგიყვანთ. ადამიანი არ ვიქნებოდით რომ არ გადაყავთ. არა, გავაპროტესტებდით, მაგრამ ხო, ნუ მოლოდინის რეჟიმში არ იქნებოდა პატიმარი ადამიანი. ხო, ფსიქოლოგიურად ძალიან ცუდია. მეორე კიდევ
გდანი ციხეში არის ეგრეთ წოდებული სამლოცველო ოთახი, ანუ ხატებია და ადამიანები შედიან იქ, პატიმრები ლოცულობენ, განმარტოვდებიან სულიერად ღმერთთან საუბრის საშუალება აქვს. ნუ ღმერთი ყველგან არის, ახლა რა ქვია, საკანშიც არის და ყველგან, მაგრამ იქ სამლოცველო ოქრო 7 გარემოა ხატებთან და წმინდანებთან, რა თქმა უნდა. იქ არ გადაყავთ ელემენტარულად. რატომ? აი რასეული? აი არ ვიცი, იყურე ელემენტარულად ბადრაკს ალბათ ეზარება რომ პატიმარი კამერიდან გამოიყვანოს, მიიყვანოს იმ სამლოცველო ოთახში, თვითონ დაელოდოს 1.5 საათი და გადაიყვანოს უკან. ანუ ეგეზარებათ. არა და ეგეთი პრაქტიკა არის, როდესაც როგორ არა, ჩვეულებრივად სამლოცველო ოთახია, იმიტომ რომ იქ პატიმრები შევიდნენ და ილოცონ და რაღაც ღმერთთან გამარტოვდნენ. თქვენ გონიათ რომ ბადრაკს ეზარება თუ ეს ისე ფსიქოლოგიური ზეწოლისთვის მაგ ეგ აღნიშნე ხო, ანუ ალბათ ეზარება, მაგიტო ალბათ ეგ მინდა მივიჩნიო, მაგრამ ვინ ეკითხება ახლა ბადრაკს? პირდაპირ არის რომ მამის დასვენებაში არ გადმოიყვანეს, სამლოცველო ოთახში არ გადმოიყვანეს. 3 ივლისს ახლა განწყადებით მიმართა გლდანის ციხის დირექტორს რომ იქნებ 12-ში რო იყო პეტრე-პავლობა, მაშინ უნდა გადაყვანა, არ გადაიყვანეს და 21-ში მამის 40 იყო და არც მაშინ არ შეიყვანეს. საფლავზე არ გადაიყვანეს, მაგრამ იქ მაინც შეეყვანა, ხო? არა, ეს სპეციალურად კეთდება ბადრაკს ვინ ეკითხება, როდესაც ფსიქოლოგიურად და სულიერად გატეხონთ. ანუ ყურეთ, ისეთი კარგი პირობებიც არ არის ახლა ციხეებში, როგორც გარედან ჩანს ახლა და როგორ რაღაც 64-ეთ უნდათ რომ წარმოგვიჩინონ. კი, იმ წინა რეჟიმთან შედარებით არ გვაქვს ჩვენ რაღაც შედარება და იქ ჯოჯოხეთი იყო და რავი პატიმრებს კლაუდნენ და ნუ ეხა ეგეც აღარ ხდება, მაგრამ ჰიგიენური პირობებია საშინელება. უყურეთ, ტარაკნებმა შეგვჭამეს ყველა პატიმარი მაგას ჩივის და გულბაათის აკანში 5 ბიჭი არიან და დღეს გულბაათის თანასაკნელი ვნახე, იმიტომ რომ თავის ადვოკატს ყავდა ამოყვანილი და გულბაათი წიკ იყო და დამიდასტურა ყველა, რომ ტარაკნები ჭამენ. ვითომ დეზინფექცია ჩაუტარეს რაღაც გარეგნულად, მაგრამ უალესი შედეგია, რაღაც ობებია კედელზე, ნესტია და იქნება ეს მაინც მოვაგვარონ. ციხის დირექტორთან არაერთი მიმართვის მიუხედავად პატიმრები ითხოვენ ან რავი საკანში ნორმალურ პირობებში. ხო, ნორმალურ პირობებში. ელემენტარულ ნორმალურ ხო და ამ ფონზე, როდესაც ადამიანი არ გაყავთ მამის გასვენებაში, არ შეყავთ სამლოცველო ოთახში, არის საშინელი ანტისანიტარია. შეზღუდული აქვს კომუნიკაცია ოჯახთან. გაყავთ? სუფთა ჰაერზე გაყავთ ხოლმე, ნუ ეგეც როგორ არის, უყურეთ შენობის სახურავზეა, უბრალოდ ხო, რითიც გადახურულია. სუფთა ჰაერია და ეგ არის, ხო, უბრალოდ 9 საათი აყავთ ზემოთ სახურავზე, ეგ არის, მაგათი გასეირნება და. მოიცა ოჯახის წევრებთან რატომ? ყველაფერი და ეს არ არის სულიერი და რით ხსნიან აი სიდანი პაილები რატოა შეზღუდული? ხო, ნუ გამოწიების ეტაპზე სანამ რაღაც განაჩენი არ დადგება. და გამოიკითხა ბოლოს და ბოლოს. არ არის გამოკითხული, არ არის და მანამ აქამდე მივაქ ალბათონი პირდაპირ თვითონვე თქვა რა, რო ახსენებო და მართლა ეგრეა. ეს რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა არ არის? მართლმადიდებელი ადამიანი სამლოცველო ოთახში რო არ გადაყავს. ხო არის რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა. შენი რელიგიური უფლების შეურაცხყოფა ხო არის ეს არა? ადამიანს უნდა რომ რავი განმარტოვდეს ხატებთან და ღმერთთან ისაუბროს, ილოცოს, დამშვიდდეს სულიერად. ამის საშუალებას არ აძლევენ და ამ დროს ჩვენ 1700 წელი უნდა აღვნიშნოთ საქართველოში მართლმადიდებლობის მიღების და ამ დროს მართლმადიდებელ პატიმარს მართლმადიდებელ ქვეყანაში არ აძლევენ საშუალებას რომ სამლოცველო ოთახში გადავიდნენ. ეს არის საშინელება. რაც შეეხება გამოკითხვას, დღემდე არ არის გამოკითხული, წინა ეთერში გითხარით თქვენ რომ პირობა ჰქონდა მიღებული რომ ციხის პირობებში მოხდებოდა გამოკითხვა, მაგრამ დღემ მიმართული გქონდა ბუნებრივია. დღემდე არაა გამოკითხული. ეს რითი აიხსნება, აი რითი? ვერ გეტყვით, აი ვერ რა გითხრათ ახლა უყურეთ ადამიანს მოვაკავებ ჯაშუშობის ბრალდებით, პირველი დაკავებამდე ის უნდა გააკეთო რომ გამოკითხო. რატო დაგაკავე? ხო, შემდგომ ბრალი წარუდგინო, როგორც პრაქტიკაში ხდება. შემდგომ დაკითხო უკვე და შემდგომ სასამართლოში გადაიტანო საქმე. ამ ყველაფერს გვერდი აუარეს ამათმა. განჩინება აიღეს დაკავებაზე, შუაღამით შეუვარდნენ და მომაკვდავით მამის თვალწინ დააკავეს გულბაათი. იზოლატორში არ მოხდა რა გამოკითხვა. წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს არ მოხდა რა გამოკითხვა და ციხის პირობებში არ მოხდა გამოკითხვა. ბუნებრივია ეს დარღვევა არ არის? დარღვევა რა თქმა უნდა, მაგას ვამბობ. საბოლოოდ, როდესაც არსებითი სხდომები დამთავრდება და მტკიცებულებების გამოკვლევებს მოურჩებით, ჩვენ რა თქმა უნდა გულბაათს დავაკითხინებ და სასამართლოს წინაშე მოხდება სრული დაკითხვა, მაგრამ
პროკურატურის მხრიდან არ უნდა მოხდარიყო ამ კითხვა აქამდე. ნონსენსი არ არის ადამიანს ედავებიან ესეც. ანუ დაკავებულია ჯაშუშობას, ედავებიან, გამოკითხული არ არის. გრიფიც აიდუმლო დაადეს საქმეს, არა და ჩვენ ვამბობთ, ყველა ეთერში ვამბობთ და პირად საუბრებში მათთან და არ ვიცი ყველგან თუ რამე ხელს თუ სადმე ხელი მიმიწდება, ვამბობთ რომ ჩვენ არაფერი არ ვიყავ დასამალი, გაასაჯაროონ თვითონ და დაუმტკიცონ საზოგადოებას გულბაათი არის თუ არა ჯაშუში. ყველაზე მძიმე ბრალდება რომ წაუყენეს ჯაშუშის და ქვეყნის მოღალატის და ერთი მტკიცებულება არ გამოგიქვეყნებია შენ და დაკითხული არ ყავს. უკვე წაგებულ თამაშს თამაშობ. ხელისუფლება თავი კი არ უნდა იმართოს. ამათ უნდა დაუმტკიცოს. რა თქმა უნდა, ბრალდებული არ არის, ვალდებული თავის უდანაშაულობა ამტკიცოს. სულ ხმარო არ ამოიღოს და დომენისუფლება გამოიყენოს ამ შემთხვევაში ბრალდების მყარია ვალდებული რომ მას კონკრეტული დანაშაული დაუმტკიცოს. საინტერესოა თვითონ უნდა იყვნენ მოწადინებული რომ რაღაც მიწებულებები დაადონ გაასაჯაროონ, იმიტომ რომ საჯარო ინტერესი ახლა გვინდა თუ არა არის გულბაათთან მიმართებაში. ნუ ეს არ იყო რაღაც რიგითი პიროვნება, რომელსაც დააკავებ და ვერავინ გაიგებს. ნუ საჯარო ფიგურა იყო და აქედან გამომდინარე საჯარო ინტერესი მაღალია და არ ვიცი რატო აკეთებენ ამ ყველაფერს, რატო შემოიღეს ეგ პრაქტიკა რომ ოდნავ გახმაურდება თუ არა გავაპროტესტოთ მაგალითად რომ ხურავენ. ხო და აი მოვითხოვოთ რომ გამოიკითხოს მაინც ხო ესეთი ბრალდები არა უყურეთ ყველა ვარიანტში გამოვკითხავთ სასამართლოზე, მაგრამ მანამდე კეთილი ხომ უნდა ინებონ ამათ მანდა გამოკითხო. როგორ გავაპროტესტოთ ეს აი ხო და რა ვაპროტესტებ აგერ თქვენთან და ვამბობ. არაფერი ხო, მოსამართლის წინაშე ვამბობ იგივეს. და რას მოსამართლე რას გეუბნება? არაფერს, ნუ არ არისო გამოკითხულიო, არა, ხო, ნუ კარგი საშუალებას მიწევ რომ გამოიკითხოს, რა მოსამართლეს აშეულია მეტი. უბრალოდ ამათ მანამ დააკავებდნენ ესენი ბრალდების მყარე. მანამდე უნდა გამოიკითხათ და მერე უნდა მოხდარიყო დაკავება და ანუ ყველა სამართლებრივი პროცედურის დარღვევით ძველი რაღაც კაკების მეთოდებით მოხდა ღამით სახში შევარდა, მომოკვდავი მამის თვალწინ დაკავება და ასე შემდეგ. ეს არის უბედურება და ამაზე ბუნებრივია ჩვენ მშვიდად მიუყვებით ნაბიჯ-ნაბიჯ ამათ თუ ქონდათ მოლოდინი რომ გამოვარდებოდით რაღაც მიტინგებს გამართავდით და თუმცა რაღაცა საზოგადოებრივი პროტესტი უნდა აი რაღაცა უნდა გამაკეთოთ იმიტომ რომ ჯერ არ ვაკეთებ ჩერნებულად ჩვენ არც შემდგომი ნაბიჯები არ გვეშლება და ამას დავგეგმავთ ჩვენ ვაწვით ჯერ იქნებ გონს მოვიდნენ იქნებ დაბრუნდნენ სამართლებრივ ჩარჩოებში ხო იქნებ გადახედონ თავიანთ გადაწყვეტილებას იმიტომ რომ ქართულ ოცნებაში ერთი გონიერი ადამიანი მაინც ხომ არის და არიან რამდენიმე გონიერი ადამიანი იქნებ დაფიქრდნენ რომ ეს შეცდომა იყო და გამოასწორონ თუ არა ჩვენ უკან არ დავიხევთ უდანაშაულო ადამიანს რომ ყუილი ბრალდებით დაუმტკიცო ჯაშუშია და ქვეყნის მოღალატია ამას არ დაუშვებთ ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ აგერ პირობას ვაძლევთ თქვენი ეთერიდან და დავაყენებთ იმ შედეგს რომ გულბაათ წყილაზე ჯაშუშობის და ქვეყნის ღალატის ბრალდებაში იქნება გამართლებული ძალიან გაგვიხარდება მაგრამ მაინც ვფიქრობ რომ თუ ჩვენგან არ იქნება კი აქტიურობად ნელ-ნელა ეტაპობრივად იქნება ყველა საჯაროდ უნდა დააფიქსიროს თავისი პოზიცია თუ რა ფიქრობთ ხო გულბაათის მეგობრებმა ნაცნობებმა უბრალოდ მხარდამჭერებმა ვისაც ჯერა რომ გულბაათი არის უდანაშაულო რაღაც კუთხით იაქტიურონ აქ ჩემი მოწოდება აი რატო ჭირდება სოციალურ ქსელში პოსტები დაწერონ ვიდეოები ჩაწერონ პირობითად რაღაც ერთობლივი მიმართვა გააკეთონ მე ხო არ გაუკეთებ მობილიზებას ამ საზოგადოებრივი პროტესტი უნდა გაღვივდეს ამ თემის ირგვლივ იმიტომ რომ არავინ არ არის დაზღვეული ხვალ და ზეგ შეუძლიათ ნებისმიერ პიროვნებას მიადგენ ნებისმიერს მათ შორის თქვენ მე დაგვაბრალონ ჯაშუშობა გრიფიც აიდუმლო დაადონ მასალას ხდომები ჩაკეტონ და უბრალოდ მორალურად გაგანადგურონ და გამოკეტონ წიხეში და დაგაბრალონ ყველაზე მძიმე ბრალდება ქვეყნის სამშობლოს ღალატი. ეს მაგალითი და რა უნდა ვქნათ მე? ხო და ეს მაგალითები იმისი ნიშანია რომ ამისგან არავინ დაზღვეული არ ვართ. აბსოლუტურად. ეს იქნება ხელისუფლების მომხრე, არა მომხრე, თვითონ ხელისუფლების წარმომადგენლებიც არ არიან, ვერც კი აცნობიერებენ რომ ასეთი ნაბიჯებით თავისთვისაც იქმნიან საფრთხეს. კი, რა თქმა უნდა. კი, რა თქმა უნდა, რაღაც ცხოვრება, რაღაც ბუმერანგის პრინციპით მოქმედებს და ხვალ და ზეგ ისე არ აღმოჩნდეს რომ ამ დანერგილი პრაქტიკის მსხვერპლები თვითონ აღმოჩნდნენ, ხო? რაღაც დაფიქრება მართებ და არ შეიძლება ესე უაპელაციოთ, უარგუმენტოთ მტკიცებულებების გარეშე ადამიანს დააბრალოს საშინელება. სამშობლოს ღალატი არის საშინელება, ჩემთვის არის სიკვდილის ტოლფასი მაგალითად.
კი ბატონო, მაგალითად ირაკლი დოკვაძე, რომელიც ამდენი ხანია პატიმარია, ის იხდის იმ სასჯელს, რაშიც არის რეაბილიტირებული და ფინანსური კომპენსაცია აქვს აღებული. აი, კაი, ეს მიშამ გააკეთა, ხო? იმ რეჟიმმა და ესენი რას აკეთებენ? უამრავი შემთხვევაა, როდესაც ერთი და იგივე მოსამართლე, გამომძიებელი, პროკურორი იყო გამამტყუნებელი განაჩენის ავტორი და ბრალდებელი და იგივე აი ვერ გავიგე თუ მოსამართლე რომელმაც დამნაშავედ შერაცხა და ეხლა ამბობს რომ დამნაშავე არ არის პასუხისმგებელი მოსამართლე არ არის მაშინ როგორ იყო უყურე მაშინ წუთ დავალებებს აძლევდნენ და ასრულებდნენ და ეხლა აღარავინ აძლევს და არ ასრულებს არა ესე არ არის მაგნარატივის არ მჯერა ქართული ეთნება რომ მურუ სიძეთან მიმართებით აჟღერებდა თუ გახსოვთ ირაკლი კობახიძე რომ მაშინ ცუდი ადამიანებია ჩვენ კაკარგებია ხო და ირაკლი იურისტია და იცის რომ ამის თქვა არ შეიძლება სირცხვილია ხო არა მე მაინტერესებს როგორ შეიძლება დანაშაულია პირდაპირ ხო სამართლებრივ სახელმწიფოში ხო კორუმპირებულ გირგვლიანის დამნაშავე მოსამართლე რომ შენ თანამდებობაზე დატოვებ და უადო მოსამართლეს განამწესე და მარცხაჯულებაზე ისაუბრებ თეატრულუკიანმა რო თქვა რომ არ მომწონდა და არ მომწონს მე პიროვნებაო და არაერთმა ადამიანმა დაგმო ეხლა ქართული ოცნებიდან თვითონვე რა მე ხო არ დავნიშნე უადო მოსამართლეთ არა დართული ძალიან ბევრი საფიქრებელია თან უყურე გალბატონინო უნდა ყოფილიყო სამში სასამართლო ეხლა 3 აგვისტოს გადაიდო 14 აგვისტოს რატომ ნუ რა მოსამართლე შეფულებაშია და გავიდა და ასე შემდეგ ნუ გადაიდო აი ესე რაღაც მორალურად და ფსიქოლოგიურად მოქმედებს გულბააძე მივხვდი სასამართლო გადაიდო რაღაც დროში იჭიმება ციხეში მისი დაკითხვა არ ხერხდება სამლოცველო ოთახში არ გადაყავთ ძალიან ცუდი მდგომარეობა სანიტარული თვალსაზრისით ტარაკნები და ასე შემდეგ და მეტი სულიერი ტანჯვა რა გინდა ადამიანს და როცა იცი რომ ახლა და რო იცი რომ უდანაშაულო ყავს გამოკეტილი და კომუნიკაცია გარესამყაროსთან შეზღუდული აქვს ჩემი მეშვეობით კონტაქტობს გარესამყაროსთან ეგ არის მაგის ერთადერთი საშუალება თუ აღსდგა ობიექტივის კი გარკვეული პერიოდი გალბატონინო გათშული იყო ობიექტივი რაღაც მართლა აი ნახევარი გლდანი წიხეთ უმეტია რა მართლა ობიექტივს უყურებ და რაღაც მოვაკლდათ და იცხოვდნენ და ნუ დღეს მდგომარეობით აღდგა და უყურებენ კი ახლა დარწმუნებული ვარ ვიყურებ კი და დარწმუნებული ვარ ვიყურებ ხო გულბაათ აბა შენიცი მე ეჭვიც არ მეპარება რომ გავუძლებ და ჩვენც აქ ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის რომ ჩვენი მეგობარი უდანაშაულო მეგობარი რაც შეიძლება მალე გამოვგლიჯოთ ხელიდან კი ყველაფერს გავაკეთებთ რაღაც ალგონეს არ დავიშურებთ რა ჩვენზე იქნება დამოკიდებული აი მე ძალიან მენიშნავს რომ დავაყენოთ სასურველი შედეგი კი მე ძალიან მენიშნავს სხვათა შორის გულბაათის დაკავების მერე გენერალი მდინარაძე გამოვიდა ეს ძალიან მეცინება გენერალი მდინარაძე თუმცა როგორც ბატონმა გენერალმა გურამ ნიკოლაიშვილმა ამიხსნა თანამდებობა იმსახურებს ამ წოდებას რა თანამდებობაც ახლა მდინარაძეს აქვს ნუ ჩვენ დავიტოვოთ უფლება გასწავლებული შეხედულება გქონდეს კი ბატონო და აი გენერალი მდინარაძე რომელმაც თქვა რომ ჩვენ ესე იგი გავაფრთხილეთ გესმის და გაფრთხილება როგორ იყო გიორგი უძილაური დაიჭირეს და ამითი გააფრთხილეთ გულბაათს ხო აი უყურეთ ეგ მეორე რაღაც ის არის რა ნონსენსი უყურე გიორგი უძილაური დააკავეს ჯაშუშობის ბრალდებით მამუკა მდინარაძემ გამართა ბრიფინგი და თქვა რომ აი საშუალებას მაძლევს შეეშვან ჯაშუშურ ქმედებებს ხვები და აღარ გააკეთონ არა პირდაპირ თქვა გავაფრთხილეთ უყურე გეტყვით უყურე იმ ბრიფინგზე უძლეური დააკავეს მაშინ თქვა რომ ხვებს ვაფრთხილებ რომ ჯაშუშურ საქმიანობა შეეშვანო შემდგომ გულბაათის დაკავება რომ მოხდა აიო მე ხო გავაფრთხილეო და არ გაჩერდენო და რაში უნდა გაჩერებულიყო თუ სხვა ჯაშუში რეალური ჯაშუები გამოავლინო გატენილია მართლა ჩვენი ქვეყანა რეალური ჯაშუში იყო და გაჩერდა რატო პასუხი არ უნდა მოთხოვო აი გაკადე მიდიოდი თუ ჯაშუში იყო ვინმე კონკრეტული პიროვნება მართლა ჯაშუშების მეტი რა ყავს ქვეყანაში ყველა ქვეყნის ჯაშუშური ხსელია ჩვენ ქვეყანაში ისინი გამოავლინო რეალური ჯაშუშები და რავი თუ გაჩერდა და უკვე ქვეყანა დააზიანა პასუხი არ უნდა აგოს და გულბაათის გაფრთხილება რაში გამოიხატებოდა ადამიანი დღემდე ვამბობთ რომ ჯაშუშურ საქმიანობას არ ახორციელებდა ყველა თავისი აქტივობა ქონდა საჯარო. იქნებოდა პრესკონფერენციები, სხვადასხვა ქვეყნებში ვიზიტები, გარკვეული აქტივობები, უკტავი ჯარის აქტივობა, მეორე დიდ სამამულო ომის მემორიალების მოლაპატრონობა. რა თქმა უნდა და ჩვენი გმირების ქართველების კი ახლა ჩეჩნეთში მაგალითად დელეგაცია რო გააგზავნა გულბაათმა 41 ქართველი მებრძოლის იდენტიფიცირება მოხდა.
და ჩეჩნეთის რა ვიცი ვიცე-პრემიერი და დეპუტატები და ამ დელეგაციას საკმაოდ თბილად შეხვდნენ და ორ ქვეყანას შორის საკმაოდ რაღაც დადებითი ნაბიჯი გადაიტანა ორ კავკასიურ ქვეყანას შორის. ხო, ორ კავკასიურ ქვეყანას შორის, კი ბატონო. ანუ ესეთ ქვეყნისთვის ასიკეთო ნაბიჯები დგავდა, აქ რა არის საჯაშუშო? ყველა ჯაშუში თავის საქმიანობას მალავს და ვერ მიხვდები ადამიანზე ჯაშუშია თუ არა და გულბათ ირანის საკითხი? ბატონო? ირანის საკითხი? შეიძლება გამოიყენონ ირანის საკითხი. ხო, ან ირანთან დაკავშირებით რა იყო? აქ ირანის ელჩთან ჩვეულებრივად ჰქონდა ერთობლივი კონფერენცია, ერთ-ერთ კონფერენციაზე მე ვიყავი, ირანის ელჩი იყო მოწვეული. და საჯაროდ საუბრობდნენ ირან-ამერიკის ომთან დაკავშირებით და ამ თემის ირგვლივ იყო კონფერენცია. და მან რა იყო საჯაშუშო? არა, არ ვიცი, რა უნდა იდეა? ან ირანში რომ მიდიოდა, არ ვიცი, მამის ავადმყოფობის გამო. ვერ მოდიოდა, იმიტომ რომ ვეღარ მოახერხა. კი, მე თვითონ მელაპარაკე და მითხრა იმ ჟურნალისტთა ჯგუფში ერთი თქვენი ყავით, მეორე გულბათი უნდა ყოფილიყო და ოპერატორი. ვერ მოახერხა და თქვენი ჯგუფი აღარ წავიდა იქ. კი, იმიტომ რომ მე დაიკარგა ირანის ელჩი რა ხო, ირანის ელჩი დაიკარგა. არ ვიცით, აი რა დაინახეს, რომელ ქვეყანასთან მიმართებაში დაინახეს აქ რა ქვია საჯაშუშო საქმიანობა, ადამიანი ღია და გახსნილი იყო ყველასთან. თუ რამე კითხვები ქონდათ, დაებარებინათ და ეკითხათ. აქამდე დაებარებინათ, რა ვიცი, იმალებოდა ადამიანი 24 საათი ტელევიზიით იჯდა და პრესკონფერენციებს მართავდა. რა თქმა უნდა, ის ლაშა, როგორ ფიქრობთ, საქმე მივა საერთაშორისო სასამართლომდე? ფუნებრივია, თუ ამათმა ჯიუტად გააგრძელებს ამ აბსურდის თეატრის მტკიცება, რომ უთანაშაულო ადამიანს ჯაშუშობა დააბრალონ, ყველა ინსტანციას მოვივლით ფუნებრივია და მათ შორის საერთაშორისო სასამართლოს. ნუ გონიათ, რომ ჩვენ გავჩერდებით, ნუ გონიათ, რომ სულიერად გატეხავენ გულბაათს. ან მე გავაჩერებენ, მე არ ვიქნები, სხვა ადვოკატი გააგრძელებთ, მეგობრები გააგრძელებენ, ყველა გავაგრძელებთ, იმიტომ რომ ეს თუ გავუტარეთ, ნებისმიერ შეუძლია იგივე უსამართლობა დამართონ. რა არ ვიცი, ჩვენ სააკაშვილის რეჟიმს რატო ვებრძოდით მაშინ? სახელი და გვარი არ მოგწონდა? ის მთელი რიგი უსამართლობები არ მოგწონდა, რასაც სააკაშვილი ჩადიოდა და ამათ იგივე მეთოდები გადმოიღეს, რა ვქნათ, გავჩუმდეთ? არა, ბუნებრივია. ის არის, აი დეჟავიუ მაქვს, როგორ იწყებოდა რეჟიმი რა, რომ უკვე ნათელი რო იყო, როცა ვამბობდით, რომ სააკაშვილი საშინელება გვაჩერებდნენ და მე უკვე სააკაშვილმა ისეთები ჩაიდინა. აი ეგ არის ბატონო, რა ძლიერი სამოქალაქო საზოგადოებაა საჭირო და პროტესტია საჭირო ყველა უსამართლობასთან მიმართებით. ამ გატარების პოლიტიკა მიგვიყვანა იქამდე, რომ სააკაშვილი ტირანად იქცა. ყველაფერი რო გაუტარეთ. კი 2007 წლიდან დიდი მიტინგები იმართებოდა და მათი მონაწილე ვიყავი და სააკაშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართული ვიყავით მე ეს თქვენს და ყველა და ქართული ოცნების გამარჯვებაში ძალიან დიდი წვლილი გვაქვს შეტანილი. ქართულ ოცნებაში მუშაობდი მე თვითონ და იქ ვიყავი, რა ქვია, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში 2011-დან 15 წლამდე, ხო? მეც მაქვს ამათ მოყვანაში გარკვეული წვლილი შეტანილი და იმიტომ კი არ მოვიყვანეთ, მარტო მე რაღაც ბევრმა ქართული ოცნება, იმიტომ კი არ მოვიყვანეთ, რომ ის მანკიერი პრაქტიკა გაეგრძელებინათ და უსამართლობები. იმიტომ მოვიყვანეთ, რომ სამართლიანი სახელმწიფო აგვეშენებინა. და არა უდანაშაულო ადამიანები გამოგვეკეტა ციხეში. ამ ყველაფერს უნდა დაუპირისპირდეთ ჩვენ, რომ კიდევ ერთხელ არ მივიღოთ ის ტირანია, რაც წინა რეჟიმის სახით მივიღეთ. აი, ვერაცნობიერებს ეს ხელისუფლება, რომ პირველი ნაბიჯები არის რთული, თორე მე ისე ჩაეფლობიან ამაში, რომ თვითონაც ვერ მოვლენ აზრზე. აი, ამას როგორ გარკვეულ რიგად ეს იგრძნობა თქვენ თუ ატყობთ, ისეთ კანონებს იღებენ, არ ვიცი, მაგალითად ვერაფრით ვერ მოვიწონებ მე, რომ საზღვარგარეთ მყოფ ჩვენ მოქალაქეებს საარჩევნო ხმის უფლება წაართვეს. ვერ მოვიწონებ. ტროტუარზე დგომის გამო რომ ადამიანს აჯარიმებენ, ვერ მოვიწონებ, მაგალითად გზა თუ გადაკეტა კი ბატონო. Facebook-ზე გინების გამო რო აჯარიმებენ, ვერ მოვიწონებ. და მთელ ამ რაღაც დიქტატურისკენ გადადგმულ კანონებს ვერ მოვიწონებ უნებრივია. აი ნახეთ როგორი თამასა, როგორ დაბლა დაეცა ხო ქართული საზოგადოების ეს ამდენი მართლა ლანძღვა, გინება, წყევლა, ეს წყევლა რა საშინელება? აი წყევლა მაწყევარსო ეს მაინც არ გაუგია. ვიგეთ, მაგრამ ახლა კანონის მიღება სოციალიზმზე ქუჩაში რო ადამიანი იგინება, რა ვშევით, იმას აჯარიმებენ, არა. ანუ უკვე ქუჩაში შეგიძლია იგინო, მაგრამ Facebook-ზე თუ დაწერე რამე შეურაცხყოფელი პოსტი გაჯარიმებენ. მაშინ ზოგადად ყველა სივრცეში აკრძალული უნდა იყოს. კი, მაგრამ ეს რაღაც არასწორი მიდგომებია და ამ ყველაფრის გამოსწორებაა საჭირო. მაგრამ მე ამ მომენტში გადართული ვარ გულბაათის თემით და ეს უნდა მივიყვანო ბოლომდე. ეს იქნება თვალსაჩინო მაგალითი, რომ არ გაუვათ საზოგადოებასთან, მაგრამ
რა თქმა უნდა და ამ თემას მივიყვან ბოლომდე და შემდგომ ყველა უსამართლობაზე ჩვენ არ უნდა დავხუჭოთ თვალი. მე როგორც იურისტი ვიბრძოლებ რაც შემილია. გულბაათთან დაკავშირებით პირველ რიგში და მე უსამართლობებთან დაკავშირებით. ნამდვილად ესია და მინდა რომ ყველა მაყურებელმა მსმენელმა და ყველამ გაიგოს. ერთი აღარ მახსოვს ზუსტად ავსტრიაში როცა ერთი მეზობელი დაიჭირეს, ხმა არ ამოვიღეო, მეორე დაიჭირეს, მესამე და მე რო დამიჭირეს აღარავინ აღარ იყო ხმა არ ამოვიღო. იმიტომ რომ ეს არის აკლემი რომელიც ნებისმიერ ჩვენგანის წინაშე აკლემა შეიძლება დაიჩოქოს, ესეთი გამოთქმაა და არ ვიცი ახლა ჩვენც უნდა ვანახოთ რომ რაღაცას წარმოვადგენთ. საზოგადოება რაღაცას წარმოადგენს ახლა თავგადაგლესილი ქართული ოცნების მომხრეები კი ყველას აქვს უფლება იყოს მომხრე, მაგრამ მით უმეტეს თუ მომხრე ხარ ხო გინდა რომ ვისაც ემხრობი ის იყოს ნორმალური და რატომ აკეთებს ამას არ ვიცი თუმცა ნახეთ რა შეასაქმე ახლა თქვენს თქვით რომ ჩვენ უნდა პროტესტი გამოვხატოთ რა თქმა უნდა მაგრამ ნახეთ რა შეასაქმე დაკავებული აქვთ რა ეს კარგად შეხმატკბილებული ქართული ოცნება და ნაციონალური აი ეს ისინი ნეოტროცკისტები მე ესე ვეძახი სულ ყველას მშვენივრად ნახეთ როგორ კარგად აქვთ მოგვარებული სიტუაცია ეხლა რუსთაველი ჩაკეტეს საერთოდ კი ძალიან კარგად აქვთ რა ანუ ერთმანეთით სულდგმულობენ და კი ჩვენ არჩევნებამდე გვახსოვს დაპირება რომ ნაციონალური მოძრაობა გაქრებოდა როგორც პოლიტიკური ორგანიზაცია არჩევნებში ვეღარ მიიღებდა მონაწილეობას და დაისჯებოდა ყველა რა ვთქვი ნახეთ დასჭილი ვინმე ჩვენ გამქრალი ნაციონალური მოძრაობა ვნახეთ თუ უფრო განშლილი ვნახეთ კი დაშლილი ხო დაშლილი განიშალნენ უბრალოდ თორე ერთნი არიან არა მთავარია ნამდვილად მთავარია რომ ჩვენ უნდა იმისთვის ვიბრძოლოთ რომ საკუთარი თავები დავიცვათ კი რა თქმა უნდა და რა თქმა უნდა სამწუხაროა რომ აი გულბაათია სწორედ ხო ნუ რაღაც გულბაათით ერთგვარი ხო აი დაანწყდება გული რომ კამპანია ანუ ეს ჯაშუშო მანიის კამპანია რომ გამოიწყეს იგივე უწილაურის დაკავებით და ამით კულმინაცია გულბაათით გააკეთეს რომ ყველაზე ისეთ საჯარო ფიგურა დააკავეს გაგვაფრთხილეს ხო ალბათ გაგვაფრთხილეს კიდევ ერთხელ ხო და რეალური ჯაშუშები გამოავლინეთ მეგობრებო რეალური ჯაშუშები იმიტომ რომ ქვეყანა ძალიან ბევრი ადამიანი მტრობს ძალიან ბევრი ვაი ქართველი მტრობს და უცხო ქვეყნის დავალებებს იქნება ეს დასავლეთის იქნება ეს რა ვიცი სხვადასხვა ქვეყნების დავალებებს ასრულებენ და ატარებენ ჩვენ ქვეყანაში მათ ინტერესებს და გამოავლინეთ ძალიან მარტივია იცით რა არის რაღაცა უნდა შეიქმნას ან რაღაც სია შედგეს ირაკლი დოკვაძე გიორგი უძილაური გულბაათ ცხილაძე ირაკლი ჩიქოვანი როგორც ვიცი და უყურეთ ამ ხელისუფლების პირობებში მე თამამად შემილია თქვა რომ რა ვიცი გულბაათ ცხილაძე არის რა ვიცი ალბათ პირველი პოლიტიკატიმ არის შეიძლება სხვა ადამიანებიც არა მე ახლა ის საქმეში რატო ველაპარაკობ იმიტომ რომ მე მჯერა მაგალითად რომ რა უწილაური და ჩიხლაძე არიან დანაშაულები ამასთან დაკავშირებით მათი ადვოკატები აკეთებენ მაგრამ მე ამ შემთხვევაში გულბაათის ინტერესებს წარმოვადგენ და გულბაათთან მიმართებით თამამად ვამბობ რომ გულბაათი არის დღესდღეობით ქართული ოცნების პოლიტიკატიმ არის არ მოვერიდები ამას არა და არა მხოლოდ გულბაათი სამწუხაროდ რა კი ბატონო იმიტომ რომ ძალიან დიდი დარღვევებია და თითქოს არაფერი და კიდე მარცხაჯულებაზე, სამართლიანობაზე და კეთილდღეობაზე ლაპარაკობენ ქვეყანა ხელისუფლება რომლის ქვეყანაში აი ეს ერთბაშად შეიძლება მთელ საქართველოს შეუწყდეს ელექტროენერგია, არ ვიცი. გუში რაღაც შევარდნაის ეპოქაში დაუბრუნდით ერთი წლის 90-იანები გაგვახსენდა კი. ჩვენი დრო ამოიწურა დიდი მადლობა ლაშა, დიდი მადლობა გულბაათ, არ ვიცი რომ გვიყურებ და შენ და შენს მეგობრებს ციხეში გადაეცი რომ თუ ვინმე სურს თავისი ესეთი პრობლემა ჩვენ მზად ვართ რომ გავაშუქოთ ისე რომ გამაგრდი ჩემო გულბაათ დიდი მადლობა ლაშა დაგემშვიდობები და ალბათ მალე შევხვდებით ერთმანეთს ძალიან გთხოვთ თუ კი რამეს აი სიახლე იქნება პირველ რიგში გელოდებით სიახლე იქნება აგერ პირველად გაგძლევთ თქვენი ეთერის საშუალებით გავაჟღერებ მადლობა დიდი მადლობა ნახვამდის გემშვიდობებით გულბაათ